პარაზიტების ინვაზიისგან ჩვენ არავინ არ ვართ დაცული და მათ მომრავლებას ორგანიზმი სხვადასხვა ფორმით გვატყობინებს. ეხლა ელემენტარულად ხო რამეს უთქვამს, რომ შეფერილობა მაქვს, გაზები მაქვს, თუნდაც ლამბლიასაც კი შეუძლია ეს გამოიწვიოს, ისეთი უმარტივესი პარაზიტი, რომელიც აი მიკროსკოპში ჩანს მარტო, მაგრამ 12 წუთში ერთხელ გამრავლება აქვს და სრულიად შეუძლია შემოფინოს ნაწლავი და რა გასაკვირია მერე თუნდაც შეფერილობა. და მე ყოველთვის მithქვამს, რომ როცა ანტიპარაზიტულ წმენდას გადაწყვეტავთ, აუცილებლად 5-ვე კლასზე. ხა ლამბლია მაგალითად უმარტივესია. ამის გარდა სოკოები, ვირუსები, ბაქტერიები, უმარტივესები. 5-ვე კლასზე როცა ვმუშაობთ, ხოლმე მაშინ ქვია სრულფასოვანი ანტიპარაზიტული წმენდა, აუცილებელია წყლის ბალანს, იმიტომ რომ გავაკეთოთ წმენდა როგორც ასეთი, ფერმენტები მათ შორის ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია და კვების რაციონიც, ხო, ეხლა უნდა შევუქმნათ დისკომფორტი პარაზიტებს, ამ ყველაფერი რაც ამჟავებს, ცომი, შაქარი, ხორცი უნდა ამოვიყვანოთ.